რატო ვარ სტუმრად ცირაელისაშვილთან და საით ვიმოგზაურებთ დღეს. ცირასთან ყოფნა ჩემთვის ბევრად სხვა ემოციაა და ჩემთვისაც მე პირველად ვარ ცირასთან და არაჩვეულებრივად ვცნობ თავს. და შეიძლება ვთქვა, მოკლედ, რატომ მოვხდით ცირასთან და რა იყო იდეა. ჩემ მეგობრებთან ერთად ერთ ძალიან საინტერესო სივრცეში აღმოჩნდი ძველი თბილისის და იქ იყო საუბარი ძველი თბილისის ამბავი. ძირითადად იყო პოეზია, პროზა, ლიტერატურა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ აი ამ გადაცემის ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ძველი თბილისის ამბები ბიზნესსა და რისკებს. ეს ყველაფერი ვინ თუ არა ცირა მიცის. საინტერესო აღმოჩენების გაკეთება შეგვიძლია ცირასთან ერთად. და პირველი აღმოჩენა ალბათ არის კითხვა, რა იყო ბიზნესის სული ძველ თბილისში. თბილისი რაც შეეხება, ცოტა უცნაური ამბავია. იმიტომ რომ თვითონ ქალაქია უცნაური, ხო? აქ რაღაცნაირად ეს 2x2 4 არ არის. ყველა შეკითხვაზე ესეთ პირდაპირ პასუხები არ აქვს. მათ შორის ვაჭრობის თემას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ბაზარია, როგორც ვებერმა თქვა თავის დროზე, კომერციული ტერმინით იღვიძებდა ეს ქალაქი. ანუ მაწონი. ვაჭრობის თემა იყო, ხო, ამ ქალაქში. მაინც ეს ვაჭრობის საკითხი ქართული სოციუმისთვის იყო თავის დროზე ესეთი ცოტა მიღუღებელი. ანუ დრო დაჭირდა ამ საზოგადოებას, რომ ვაჭრობისთვის შეეხედა როგორც სერიოზული საქმიანობისთვის. განსხვავებით სომხური თემისაგან, რომელიც ამ პროცესში პირდაპირ შევიდა. ბუნებრივად და ნაწილად. ბუნებრივად. თავის დროზე ზაქარია სარაჯიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი სოვდაგარი იყო ამ ქალაქში, მასაც რაღაცნაირად ესე უყურებდნენ. არასერიოზულად მიაჩნდათ ეს საქმიანობა, მაგრამ დრომ ამ პარტავნების თემა იყო ერთ-ერთი ეგ იყო, ხო? კი, ხო, ქეთო და კოტემაც მოგვიტანა ეგ ამბავი. კი. ვაჭარი მაკარის თემა, რომელიც სათავადაზნაურო მაინც შორს იკავებს, რომ სუფრაზე არ გავჩერდებით, თქვენთან ერთად თავადულევან. როგორც კი აი სტერეოტიპი დაინგრა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები მივიღეთ დინასტიური საქმიანობის ოჯახები, ხო, ეს ზუბალაშვილები. ჩვენ არასოდეს მათზე როდესაც საუბრობთ, არ ვამბობთ კონკრეტულად ერთ ზუბალაშვილს, ვამბობთ ზუბალაშვილები. ვამბობთ, რომ თბილისი იყო ცოცხალი ქალაქი, თბილისი იყო შეხვედრების, კულტურათა შეხვედრების ადგილი. თბილისი იყო სავაჭრო ცენტრი, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყველაფერთან ერთად და ეს იყო ქალაქი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მათ შორის კონკურენცია იყო ძალიან მაღალი. მათ შორის კონკურენციას არ ერქვა მაშინ ბიზნესი. კონკურენციას ერქვა სახელი. აი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იყო რეპუტაცია. ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რაღაც კონკრეტულ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, მათთვის იყო რეპუტაციული იმიჯი ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიქმნა უკვე დინასტიები, ზუბალაშვილები და ასე შემდეგ, რომლებმაც ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეს და ეს ბიზნეს გარიგებები სხვანაირად სხვა იმიჯში გადააქციეს, აი აქ უკვე წამოვიდა უკვე კონტრაქტი, პატივისცემა და აი ამ სიტყვის ფასის ნაწილი. პასუხისგებლობა და ალბათ მან შემოდის პასუხისგებლობის ელემენტები კონტრაქტირებასთან დაკავშირებით და მათ შორის როგორი იყო ზოგადად აი ამ შეთანხმების ფორმა იმ დროს. სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ძალიან მაღალი დონის იურისტები იყვნენ და ეს ხელშეკრულებები, რომელიც იდებოდა, იყო სრულად ესეთი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ეს ხელშეკრულებები, შრომით ხელშეკრულებები იყო ძალიან საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ მაინც არსებობდა რაღაცა ტიპის, ვთქვათ, სიტყვიერი გარიგება? სიტყვიერ გარიგებას ჰქონდა მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. დომინაციაში იყო თუ მაინც კონტრაქტი? არა, მაინც კონტრაქტი იყო. მართლა? კონტრაქტი იყო. წარმოგიდგენია? კი. თუმცა მეგონა რომ თუმცა გააჩნია ჩვენ რომელ პერიოდზე საუბრობთ. ეგეც მართალია. კანცელარია შემოდის, მოკლედ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს მოდის, ეს კულტურა ჩვენ უკვე გვაქვს. მაგრამ სიტყვით ხდებოდა დიდი საქმეების წარმოება. ოღონ ამ სიტყვას წონა უნდა ქონოდა. და აი ამას აკეთებდა რეპუტაცია.
რეპუტაცია, რომელიც იდგა სახელზე და სახელი, რომელსაც ქმნიდა სამართლიანობა. როდესაც საუბრობთ ძველი პერიოდის, აი გასაბჭოებამდე პერიოდის, ხო? მე უკვე ფორმაცია მთლიანად შეიცვალა. კომერსანტებზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მეცენატები. ბიზნესმენები კი არა, მეცენატები. იმ პერიოდის მეცენატები და გულისხმობს არაჯიშვილს, ზუბალაშვილს, არამიანს, ანთაშევს და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ აი ახლა შეიძლება ბევრი რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ რომ რა კონკრეტულად რა ბიზნესი იყო. შეიძლება კონიაკის გარდა, იმიტომ რომ ვერაფერ ვერ გახსენდათ. მართლა რა საქმე არა მათი მეცენატობა. მაგრამ ყველას ახსოვს მათი მეცენატობის თემა. ანუ ეს ტვირთი კი არ იყო. ეს წონიდა, კარგი გაგებით წონიდა იმას, საიდანაც ფული მოდიოდა. სოციალური პასუხისგებლობის თემები ყოფილა მაშინაც. ხარისხი იყო ძალიან მაღალი. და თუ შედარებას გავაკეთებ, თუ რამე გვაკლია ახლა. აი ზუსტად ესა. აი ეს ტვირთი. კარგი გაგებით, რომელთაც ახლანდელი ბიზნესი ვფიქრობ, რომ იცილებს. თუ კონტრაქტები დაარსებობდა უკვე მე-19 საუკუნის თბილისში განსაკუთრებით, იზღვეოდა თუ არა ის და მეორე დღევანდელი თაობის ბიზნესმენებს როგორ შეხედავდნენ ისინი და რა შეფასებას მისცემდნენ? დაზღვევას რაც შეეხება თქვენ გიდევთ ხო სადაზღვევო დაფა 1827 წელი. ეს არის პირველი წელი, როდესაც დაზღვევა შემოდის საქართველოში. და პირდაპირ სახელწოდებებსაც რო გადავავლოთ თვალი, რა სადაზღვევო კომპანიები შემოდიან, ხო? ისინი, რომლებიც უკვე ოპერირებენ რუსეთის ტერიტორიაზე და სახელსაც არ უცვლიან, ამიტომ ქვია სტრახავანია და რასია, ან სანქტ-პეტერბურგი, იაკარი და ასე შემდეგ. ანუ ისინი პირდაპირ შემოდიან და აქ ქმნიან ფილიალებს. სადაზღვევო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. და სხვათა შორის აი ეს დაფები, თქვენ ასე ხედავთ ახლა, ყველა შენობას თითქმის ფასადის მხრიდან ეკრა. რაც ნიშნავდა? რაც ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერი გავლელი, რო ჩაივლიდა და ნახავდა ამ დაზღვევას, მიხვდებოდა, რომ ეს სახლი არის დაზღვევა. რისგან? აი იქ არის კიდე ერთი დაზღვევა, რომელსაც აწერია, რომ ხანძრისგან. აი მაგალითად აი ეს აბრა ნიშნავდა, რომ ხანძრისგან არის დაზღვეული. იქ შეიძლება ყოფილიყო თქვა ქურდობა და რაღაცა ანუ თემატიკა რა თემატიკაც ეხლა არსებობს სახლის უძრავი ტონების დაზღვევის თვალსაზრისით ზუსტად ისე იყო მაშინა. სწორად ხვდები და დავეწია თემას რომ ესეთი აღნიშნები შენობებზე ესეც რაღაცა რეპუტაციის ნაწილია. ეს ქალაქი იყო შეჯიბრითობიდან გამომდინარე აშენებული ქალაქი. ურთიერთობაც ესეთი იყო. რაც შეეხება გიორგი თქვენ კითხვას რას ეტყოდნენ? მე საერთოდ როდესაც ამ თემებთან მაგ შეხება რაღაც ერთი კითხვა მაქვს პასუხი გაუცემელი. აბა? აი ქალაქს რო ენა ჰქონდეს, ნებისმიერ ქალაქს, რას გეტყოდათ? აი ბათუმი მაგალითად რას გვეტყოდა? თბილისი რას გვეტყოდა? და მე მირჩევნია რომ დავიჭირო პაუზა. გორგი. ჩვენ როდესაც ვაკეთებდით ამ რებრენდინგს, ესეთი კამპანია იყო, რომ უცხოვრებელი ცხოვრების სევდა. ალბათ ყველაფერი ის, რაც ეხლა ხდება და რაც გვაწუხებს და რის გამოც არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რას გვიპასუხებდა ქალაქი, მე მგონი შეგვიძლია, რომ ამ ნაწილს მოვერიოთ და შევცვალოთ რაღაცები უკეთესობისკენ. შეგვიძლია. მე-19 ეს იყო ქალაქი, სადაც აი ჩვენ ვახსენეთ სიტყვის ფასი რამდენად მნიშვნელოვანი იყო. ხო, აი მაშინაც როდესაც უკვე კონტრაქტები არსებობდა, იყო ცხოვრების წესი, რომელიც იყო დაუწერელი. მაგრამ ამას თბილისი ასრულებდა. ერთ-ერთი ესეთი წესი იყო ყაფანი. ყაფანი არის დიდი სასწორი, რო წარმოვიდგინოთ, რომელიც იდგა დღევანდელი მეიდინის ტერიტორიაზე. ამ ყაფანზე 12 საათამდე დროშა იყო აღმართული. რაც იყო ნიშანი იმისა, რომ თბილისში ვაჭრობდა გლეხი და თბილელი, ანუ თბილისი. 12 საათის შემდეგ, როდესაც ეს დროშა დაეშვებოდა, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ვაჭრობდა იგივე გლეხი, იგივე საქონლით, ოღონდ გაძვირებული ფასი. გადამყიდველი იყო. და მუშტარი ამ შემთხვევაში იყო ქარვასლის მეპატრონე, დუქნის მფლობელი და ასე შემდეგ.
და ასეთი აღწერა რომ არავისო ხარვასლის მეპატრონეს თუ დუქნის მფლობელს აზრად არ მოუვიდოდა რომ 12 საათამდე მოსულიყო და იგივე საქონელი უფრო იაფად ეყიდა. ესეთ რეპუტაციის თემა იყო, იმ დუქანში აღარ შევიდოდნენ. არის რაღაცა წესები რომ მაშინ ბიზნეს იმიჯი დავარქვათ? შეიძლება, ალბათ უფრო სწორი იქნება, ხო? ხო, ბიზნეს იმიჯი გამოდის, ხო. თუ კონტრაქტი არსებობდა და ესეთი ურთიერთობები იყო, კაი, სიტყვის ფასი გავიგეთ და ვიცით, მოვესწარეთ კიდევაც, მაგრამ მაინც ხო რაღაცა რისკები არსებობდა. ეს რისკები იზღლეოდაც რა? რისკები არსებობდა. აი ნახეთ, აი აქ გაქვთ ახლა თქვენ. ეს არის ერთ-ერთი პუშკინის ქუჩაზე იყო, რომელიც ფეხსაცმელებს კერავდა, ასე ვთქვათ რა. და ეგ ნახეთ, აბასოფს აი ნამდვილს უეჭველად ეს დამღა უნდა ჰქონდეს. ამაზე საუბარი. ანუ გაყალბების მომენტები იყო. ლაღიძის წყალს აღალბებდნენ და ლაღიძის ყველა ეტიკეტი და ასეთი დაზღვევაც იყო იმ დროს? აზღვევდნენ, ანუ ამ შემთხვევაში არა ინსტიტუციურად, არამედ კომუნიკაციის დონეზე ეუბნებოდნენ, რომ გაყალბებულს შეიძენ. და ლაღიძის ყველა ეტიკეტზე აი ეს გაუფრთხილდით სიყალბეს ეს ეწერა. რაც უფრო პოპულარული იყო კონკრეტული ბიზნესი, მისი გაყალბების ცდონება უფრო მეტი იყო. სიცოცხლის დაზღვევის რაიმე მაგალითები თუ გვაქვს? კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის აი ეგ იყო კიდე ერთი საინტერესო მომენტი, რომ ხანდახან როდესაც დიდი გაფიცვები და ქალაქს ახსოვს დიდი გაფიცვების დროს ცოტა ერიდებოდათ გაფიცვაში მონაწილეობა მაგალითად სარაჯიშვილის ქარხნის მუშებს. და ამბობდნენ რომ ეს კაცი ისედაც ყველაფერს გვიკეთებს და და გაფიცვის მიზეზი რა შეიძლება გაფიცვა იყო საყოველთაო და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღო. და ასე იღებენ. არის რაღაცა ჩანაწერები, სადაც ამბობენ რომ არ იფიცებოდაო სარაჯიშვილის ქარხნის პერსონალი, მაგრამ თლათ ესე არ არის, მაინც იყო, მაგრამ საინტერესო რა არის იცით, რომ მე რასაც ითხოვდნენ იმაზე უკეთეს პირობებს უკმაყოფილებდა, ასე ვთქვათ, დავით სარაჯიშვილი, ხო? ვთქვათ 10 საათიანს ითხოვდნენ, 8 საათიანზე და 7 საათიანზე გადაყავდა სამუშაო დრო ის თვალსაჩინო. გზას არ უტოვებდა. თავის რისკებს აწყობდა სარაჯიშვილი, თავისი HR პოლიტიკით, თავისი დამოკიდებულებას, აი ზუსტად დავით სარაჯიშვილის ქარხანაში დაზღვეული იყო ყველა მუშა და მათ შორის მათი ოჯახის წევრები. და ეს იყო სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის დაზღვევა. ალბათ უფრო ერთიც და მეორეც, კი. თუმცა ჩვენ სიცოცხლის დაზღვევის თემა, როცა ვახსენებთ მაინც თბილისს აი ეს სიტყვის მომენტი მუშაობს ყველა შემთხვევაში. აი ესეთი წესი იყო, რომ ისიც ხო რომ თბილისში არსებობდა ამქრები. ამქრები არის კორპორატიული გაერთიანება ხელობის მიხედვით. და თუ ამ ამქრის წევრი გარდაიცვლებოდა, ოჯახს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამქარი უხდიდა? ამქარი პატრონობდა. ეს გამოდის კონკრეტულად აი კართან შეიძლება დახვედრო და რაღაცა სანოვაგე, რაღაცა პროდუქტები და ეს ხდებოდა პერიოდულობით. ბიჭი მიყავდათ და ხელობას ასწავლიდნენ. ანუ კომპენსაცია ხდებოდა, დანაკარგების კომპენსაცია ხდებოდა. ჩვენ უბრალოდ არ ვარქმევთ გამოდის თანამედროვე ტერმინოლოგიას იმას, რაც კულტურის დონეზე. აი საკლია ნამდვილად ამ პერიოდს კოლევის თვალსაზრისით, აი რა ხდებოდა. ეს დაზღვევა არის და რაღაცა. ამბავს ყვებით, მაგრამ ამ ამბავს რო თავისი სახელი აქვს. აი უბრალოდ 21 საუკუნეში მაგას ქვია. ხო, სხვა ტერმინოლოგია. სოციალური პასუხისგებლობა, კორპორაციული სოციალური პასუხისგებლობა რაღაცაში, იმის დაზღვევა, ამის დაზღვევა. ამ დროს იქ შეიძლება ყოფილიყო ეს და ყოფილიყო ის შენობა დაზღვეული ხანძრისგან. კი. როგორც ასე. და ეს სადაზღვევ კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ და რეალურად აღმოაჩინეთ, რომ არის ქონებრივი რისკები და ჯანმრთელობა, მათ შორის სიცოცხლეც. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამისი ოპერირება თბილისში რაღაცა ფორმით კეთდებოდა თუ ეს მაინც ყველაფერი რუსეთიდან და პეტერბურგიდან
რეგულირდებოდა. არა, ეს იყო ის ორგანიზაციები, რომლებიც უბრალოდ აქ შემოვიდნენ, თორე აქ უკვე აქაური, ასე ვთქვათ, გუნდი. ანუ პირობითად სადაზღვეო რისკებსაც აქ ვარეგულირებდით. ანუ ზარალების ანაზღაურება ყველაფერი, ახლა ეს ბიზნეს ოპერაციები. უბრალოდ სასახელი ქვია ამ ქარი იმას, რასაც უნაზღაურებდა პერიოდის განმავლობაში. რაც შეწევენ თარგმნით თანამედროვე ენაზე შეიძლება ყოფილიყო კომპენსაცია, შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლის დაზღვევა. სხვა შორის აი რადგან სარაჯიშვილს ვახსენებთ, ხო, მისი საქმიანობა სიცოცხლეში ერთი ამბავია და ის ანდერძი, რომელიც დატოვა, კიდე მეორეა, ხო? წარმოუდგენელი ანდერძია. სხვა შორის 6 თვით ადრე გარდაიცვალა ალექსანდრე მანთაშევი. მისი ანდერძიც არსებობს, ხო? მაგრამ თავად სომხური პრესა წერდა მერე სარაჯიშვილის ანდერძის შემდეგ, რომ ცოტა სხვანაირი დატოვა. ეს სრულიად სხვა 9 მილიონი მხოლოდ წერა-კითხვა ის გამორჩელებელ საზოგადოებას დაუტოვა და ამ ანდერძში თავისი მუშა მოსამსახურეებია მითითებული. და კონკრეტული ადამიანია დასახელებული, ვინც მენეჯმენტს უწევდა ამ ანდერძს, ვადების გამკარგვა. და ეს გვაფიქრებინებს იმ დინასტიაზე ალბათ, რომ ეს დინასტია ყოფილიყო მდგრადი, ურყევი და განვითარებადი. იმიტომ რომ ალბათ ეს ანდერძი იყო, ხო, იმისი საბოლოო ჯამში საფუძველი, რომ ეს დინასტია გაგრძელებული. მისი საქმე გააგრძელა მისმა მეუღლემ, ეკატერინა ფავრაქიშვილმა და სხვათა შორის გაასამაგა ბიზნესი დავითის და ის ქალბატონებსაც თავისი როლი გქონია ბიზნესში. მის ცხოვრებაში მე მგონი ეს ცალკე ფენომენია, ხო. ალბათ დავითი ვერ შედგებოდა ეკატერინა რო არ ყოფილა. მეც აღარ ვიტყვი. და ის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოები, რომელიც სარაჯიშვილის კონი აქვს აქ მიღებული. უმეტესობა უკვე ეკატერინას ხელშია. სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ გამოდის, რომ რაც მოვყვებით სარაჯიშვილზე, რაც მოვყვებით ყველა ამ თემაზე, რაც ამას ეხება, იგივე ნიკო ნიკოლაძე თავის ჩანაწერებიდან უკვე ჩანს რისკების მართვის შესახებ რაღაცა თემები. ანუ ფაქტია, რომ ეს კულტურა არსებობდა. არსებობდა უბრალოდ სხვა ტრანსლირებით და ტერმინოლოგიით და დაზღვევის თემა იყო განუყოფელი ნაწილი იმ ყოველდღიური საქმიანობისა, რომელსაც თან ახლდა სიტყვაც, საქმეც, პრესტიჟულობაც, ყველა სხვა დეტალი, რაც კი შეიძლება იყოს თამდევი ამ ყველაფრისა, მაგრამ იქვე იყო დაზღვევაც. ასე. და ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ერთი პასაჟი მენიშნა ძალიან, ანუ სახელდება, ხო, ძველად რა ერქვა რისკების დაზღვევას, როგორი აღქმა იყო, საერთოდაც იყო თუ არა სტერეოტიპები და რისკი რა იყო, ბედისწერა იყო თუ რაღაცა დანაკარგებთან ასოცირებული ამბავი. ანუ რა აღქმა იყო. მე მგონი ორივე იყო ამ შემთხვევაში, ორივე იყო, კი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესი თანამედროვე ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ისინი უნდა მივიდნენ იმ დონემდე. ანუ მათ დიდი გზა აქვთ გასავლელი, რომ მივიდნენ იმ სოციალურ პასუხისმგებლობამდე, რომელიც იყო 20 საუკუნის 20-იან წლებამდე. და ალბათ ეს ემოციურად გამყარებული პასუხისმგებლობა იყო იმ დროს და არა მარკეტინგი მხოლოდ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას, რომ ნაირეთის განასხვავებ, ვთქვათ, იმდროინდელ და ახლანდელ ბიზნესს სწორედ ის არის, რომ მაშინ აკეთებდნენ აი ყველა ნებისმიერი შენობა. ხო, ეს იყო მათი შინაგანი სურვილი. ეს არის ნამდვილი ქველმოქმედება. და საბოლოო ჯამში ეს გამოვიდა. ცოტა კიდე მეტია, ვიდრე ქველმოქმედებაც მენანება მარტო შეფასებისთვის. სხვა რამე იყო, ცხოვრების წესი ალბათ. თან ისეთ რა არის, პულსაციაზე ხელი ეჭირათ. ანუ საჭიროებებს ხვდებოდნენ. აი თეატრი გინდა, თეატრს ავაშენებთ. ხო. კლინიკა გინდა, საავადმყოფო გინდა, ავაშენებთ საავადმყოფო. ახლა თუ რამეს ვაშენებთ, მხოლოდ კორპუსებს. ხო? აი მაშინ სხვა იყო, მიდგომა სხვა იყო, ხედვა სხვა იყო. ქალაქს საჭიროებდა და მის მოსახლეობას საჭიროებდა. ხო, ელაპარაკებოდა საზოგადოებას, ისმენდა. კაი, მე მგონია, რომ ედვაიზერმაც უნდა გააგრძელოს ეს ისტორიების მოყოლა მინიმუმ თვეში ერთხელ, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ისტორიას დარჩეს ის, რაც 21 საუკუნეში თურმე უნდა დაგვაბრუნოს 19 საუკუნის შუა რიცხვებიდან ვიდრე მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე.
რომ რაღაცით უკეთესები. ჩვენ რომ წინ წავიდეთ, უკან უნდა გავიხედოთ და მათ დონემდე მივიდეთ. აი რაღაც პარადოქსის წინაშე ვარ. მადლობა. მადლობა. კარგი აზრი იყო ნამდვილად სირასთან. მადლობა. მადლობა.